Os ყველანაირად იმისთვის მიმართული, რომ ეს ყველაფერი იყოს გადახდელისთვის მორგებული და უფრო გამარტივებული. თბილისის მერი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებოდა. გიგი უგულავამ და დოჰას მერმა თბილისისა და დოჰას დადმობილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეხვედრები გაიმართა ასევე კატარის ურბანული დაგეგმარების მინისტრთან და კატარის ავიახაზების აღმასრულებელ დირექტორთან, სადაც ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კატარის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს დედაქალაქში გახორციელებული რეფორმებითა და საინვესტიციო კლიმატით დაინტერესდნენ. საუბრისას აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მიზანია გამოცდილების გაზიარება, ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების შემუშავება, ინვესტიციების გახორციელება, ტურიზმის გავითარება და აგრეთვე ბიზნესის ხელშეწყობა, რაც თბილისში ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს თავს. ბატონო მერო, დოჰა ჩვენი რეგიონის ლიდერად ითვლება ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, რომ თბილისი ასევე ლიდერია კავკასიის რეგიონში და თქვენთან მშენებლობის ტემპი კრიზისის პირობებშიც კი არ შეჩერებულა. გვსმენია, რომ თქვენ იპოვეთ საინტერესო ფორმები, რათა ურბანული განვითარება არ შეფერხდეს და თქვენივე ინიციატივით ხორციელდება პროექტები, რომლებიც ძველი თბილისის აღდგენას უზრუნველყოფს და ასევე ახორციელებთ თანამედროვე პროექტებს და აშენებთ ახალ უბნებს. ვიცი, რომ თბილისი საოცრად დინამიური და ლამაზი ქალაქია, სადაც ღირს დასვენებაც და ბიზნესის დაწყებაც. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ქართველ სპეციალისტებთან არქიტექტურისა და სხვა ურბანულ სფეროებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქები დაძმობილდნენ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დედაქალაქი სწრაფად ვითარდება და საინტერესოა როგორც ინვესტორების, ასევე ტურისტებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქები და მათი მოქალაქეები არა მხოლოდ გულწრფელი მეგობრები იქნებიან, არამედ პარტნიორები, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ სიმბოლური აქციებით არ შემოიფარგლება. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. გვინდა რაც შეიძლება მეტი კატარელი სტუმრობდეს საქართველოს და თბილისს, ისევე როგორც მეტი ქართველი და თბილისელი ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში. რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე დაძრულია, მაგრამ ამ მიმართულებით უამრავი შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ ყველა დონეზე აუცილებელია ამ ურთიერთობის გაძლიერება. დიდი რესურსია ტურიზმის კუთხით, დიდი რესურსია ინვესტიციების სხვადასხვა სფეროში კუთხით. ჩვენ ასევე დავგეგმოთ, რომ საქართველოსა და თბილისის პოპულარიზაციის მიზნით აქ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩავატაროთ, იმისათვის რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს საქართველოს შესაძლებლობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაიწყება პირდაპირ ეს თბილისი დოჰა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ტურისტს შემოიყვანს, კიდევ უფრო მეტ ინვესტიციის მოსვლის შესაძლებლობას იძლევა ეს გარემოება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეული ინვესტიცია ჩადებული ქალაქში ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილს, დამატებით კეთილდღეობას ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოეს მომავალში ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. საქართველოში ანალოგიურიდან ციფრულ